საღამოშვიდობისა თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ. დღეს ჩვენ შეკითხავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხობს. საღამოშვიდობისა ბატონო პრემიერო, მადლობა რომ გამონახეთ დრო და მასპინვალებთ. ბატონო ირაკლი, წვავე განცხადებები, შეფასებები თუ მოთხოვნები რაც ისმის ევროპიდან, რიგით თუ არ ვწდები მე-7 რეზოლუცია, სადაც ითხოვენ ისინი რამდენიმე კანონის გაუქმებას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას, ბზი ამაღლობელის გათავისუფლებას და პლუს ამას ყველა რეზოლუციაში იყო თუ არ ვწდები სააკაშვილის გათავისუფლებას. დათქმა არის 31 აგვისტო. აპირებთ თუ არა რამეს გათვალისწინებას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. როგორც თქვენს აღნიშნეთ, ეს არის უკვე მე-7 რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა და 7-ვე რეზოლუცია არის ერთმანეთზე უსამართლო, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ბუნებრივია საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში, ევროპარლამენტის და მთლიანად ევროპული სტრუქტურების რეპუტაციაზე. თქვენ ჩამოთვალეთ ის მოთხოვნები, ძირითადი მოთხოვნები, რასაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია, ძირითადად ეს მოთხოვნები უკავშირდება ქვეყანაში სამართლის უზენაესობას, არახსრულებას, ეს არის მთავარი ხაზი, მთავარი მოთხოვნა, ამის გამო ისინი თხოვენ ხოლმე კონკრეტული ადამიანების დასჯას და კრიმინალების გათავისუფლებას, მათი მიმართ სამართლის არახსრულებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. და მეორე ხაზი, რაც იკვეთება ამ მოთხოვნებში, უკავშირდება ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წახალისებას. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, პირდაპირ იყო ჩართული არა მარტო კონკრეტული ამერიკული, არამედ ევროპული ფონდებიც რევოლუციების დაფინანსებაში, მალობა ღმერთს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკიდან არსებითად შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება, კერძოდ USAID-ის და NED-ის ხაზით, ეს იყო ორი მთავარი ხაზი, ამ ორი ხაზით შეწყდა ასეთი პროცესების დაფინანსება და ასეთ პირობებში ევროპული ფონდები იქცა რევოლუციური პროცესების და რადიკალიზმის დაფინანსების მთავარ ინსტრუმენტად. და ეს ყველაფერი აისახება სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციებში. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, გვჭირდება მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და გვჭირდება სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობაც პირდაპირ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სიმშვიდესთან, სტაბილურობასთან, მშვიდობასთან. როდესაც ასეთი ილუსტრაცია ჩანს პირდაპირ ევროპარლამენტის რეზოლუციებიდან, ევროპული ბიუროკრატიის სხვა გადაწყვეტილებებიდან, ეს არის მართლა ძალიან დასანანი და კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რომ ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერავის გაუგვირდება. ის რომ თვითონ ევროპული კვლევებითვე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ნდობა და სამწუხაროდ ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის საქართველოში რადიკალურად შემცირებული. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება აკვირდება მუდმივად ქვეყნის წინაშე რაღაც ახალი გამოწვევების შექმნის პროცესს და აკვირდება იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია უხეშად უპირისპირდება სამართლის უზენაესობის პრინციპს და უპირისპირდება იმ საკვანძო ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასთან. ბატონო ირაკლი, თუ მაინც მოხდა ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, თქვენ ისაუბრეთ, რომ საქართველოს ჭირდება მშვიდობა, მაგრამ როგორ უნდა გაიგოს საქართველოს მოქალაქეებმა? თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე გაქვთ ის გზავნილები მიტანილი საქართველოს მოქალაქეებთან და უკვე გამგებმა უნდა გაიგოს ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ბრიუსელი? ძირითადი გზავნილები მე ვფიქრობ მისულია საზოგადოებამდე, თუმცა რა თქმა უნდა მუდმივ რეჟიმში არის საჭირო მუშაობა, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს ის თუ რას ასე ვთქვათ გვიყენებენ სასწორზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. როდესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება, მე მგონი არჩევანის გაკეთება არის მარტივი. ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის არანაირად მომგებიანი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა რომ ამით რაღაცნაირად მეხუთით ცადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება ამით მიიღონ ამ ადამიანებმა. ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება, როგორც იყო 4 წინა მცდელობა წარუმატებელი, ასეთივე წარუმატებელი იქნება მეხუთე მცდელობაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში. და მეორე მხრივ მოხდება რა, რომ ერთადერთი ხელშესახების სარგებელი, რაც მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ ევროინტეგრაციის პროცესიდან ამ ეტაპზე, ეს არის სწორედ ის, რომ არ უწევს რიგში დგომა. და თუ ამ ერთადერთ სარგებელსაც გამოაცლიან ქართულ საზოგადოებას,
ამ შემთხვევაში საუჯროს არაფერი დარჩებათ. ანუ რეალურად გადააგდებენ ბოლო კარტს სავაჭროდ და ვერ მიიღებენ ვერავითარ შედეგს. ხო, თუ შედეგი ასეა გათვლილი, რომ უნდა აქ ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ, ამ შედეგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ და ამის იმედი ნურავის. როდესაც თავის დროზე ვიღებდით ამ ვიზა ლიბერალიზაციას, ხშირად მოგვისმენია თქვენგანაც და თქვენი გუნდის წევრებისგანაც, რომ ოპოზიციის წარმოადგენლები დაარბოდნენ კაბინეტებში, რომ არ მიგვეღო ეს სტატუსი თუ ვიზა ლიბერალიზაცია. დღეს რა მდგომარეობა ამ მხრივ და შეგიძლიათ თუ არა კონკრეტულ გვარებზე ისაუბროთ, ვინც ამას ცდილობს, რომ საქართველოს დაკარგოს ეს? ну დღეს პირდაპირ ჩანს ვინ დადის კაბინეტებში, დერეფნებში და ვინ ეწევა ზოგადად პროპაგანდას ქვეყნის წინააღმდეგ, ხო? არიან კონკრეტული უცხოელი აგენტები, რომლებიც რეალურად ისე უცხოური დავალებით აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს არ არის მათი ინიციატივა. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაფერი ხო ხელის გულზე იდო. ამ 4 წლის განმავლობაში ჯერ გავიხსენოთ რა ხდებოდა ომის შემდეგ, ხო, როგორ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლიდა, ბრძოლის მოხალისეების გაგზავნას, რიტორიკის გამძაფრებას და ამ შემდეგ, ყველა ეს ნაბიჯი ხო მიმართული იყო ერთი კონკრეტული მიზნისკენ, ეს იყო ქვეყნის ომში ჩართვა. ახლა გულისებში რა ხდებოდა, ამას აღარ ვამბობ, ხო? ეს ერთი და მე რა ხდებოდა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით კონკრეტულად, ხო? ჩვენ შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და იმ დღიდან მოყოლებული იყო სხვადასხვა ტიპის საბოტაჟი. ჯერ გამოვიდნენ NGO-ები და თქვეს, რომ მათ უნდა დაეწერათ განაცხადი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. თან ამას ამბობდნენ როდის, როცა აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო იყო მიტაცებული და ეს შემდეგ. ანუ თვითონაც წარედგინათ განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, სადაც ეწერებოდა, რომ ქვეყანა არის მიტაცებული, მაგალითად, წარმოიდგინეთ რა. ანუ პირდაპირ ვერც მალავდნენ იმას, რომ კატეგორიულად უპირისპირდებოდნენ ამ იდეას, რაც ერქვა კანდიდატის სტატუსის მიღება. მათი ერთ-ერთი ლიდერი იყო გვარი აღარ მახსოვს სოროსის ფონდიდან, რომელმაც ჩხიკვაძე კი, რომელმაც პირდაპირ მიმართა ევროპულ სტრუქტურებს ამასთან დაკავშირებით, ხო, არ მიცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არც არავის გაუკრიტიკებია, რატო? იმიტომ რომ ეს რეალურად მათი პოზიცია იყო. ხო, მე გახსოვთ ჩვენ შექმნით სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც ბოიკოტი გამოუცხადა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხო, ამ პარტიებმა. ასეთი პოზიცია დაიკავეს და ეს შემდეგ არც ერთხელ არ განუცხადებიათ მათ, რომ ქვეყანას უნდა მიიღო კანდიდატის სტატუსი. თქვენ გახსოვთ მათი ერთ-ერთი ლიდერი იყო მაშინ სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის ხმათა დარბაზში რამდენჯერმე დაუსვეს ჩვენმა დეპუტატებმა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, უნდა მიიღო თუ არა კანდიდატის სტატუსი. ეს ხდებოდა თან მაშინ, როდესაც უკვე ეს გადაწყვეტილება მომწიფებული იყო, მაშინაც კი არ თქვა არც ერთხელ, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსის. ანუ ზურაბიშვილი დღეს დაინტერესებულია, რომ შეგვიძლია. ყველა ერთად, რა თქმა უნდა, თელი ეს რადიკალური ოპოზიცია, აგენტურა, უცხოური აგენტურა არის დაინტერესებული იმით, რომ რადიკალიზაციის სცენარი განვითარდეს და ამ რადიკალიზაციის სცენარის ერთ-ერთი პატარა ელემენტია ბუნებრივია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, არავის უყვირს ის, რომ ისინი პირდაპირ ამ აგიტაციით არიან დაკავებული. ეს საკითხი უკავშირდება თან იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები არის. როგორ ფიქრობთ, ვითუბეთეს თუ ამაზე დაიწყებს ევროპა მსჯელობას, ან გაგვიუქმებენ ან არა, ტემპერატურის აწევა გამოიწვევს იმას, რომ რაც უკვე გასულ წელს ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, რომ ის განმეორდეს. ხო, ну რეალურად მაგის არავითარი რესურსი აღარ არსებობს, მაგრამ ეს არის მცდელობა ყოველ ჯერზე, ყოველი არჩევნების წინ. თქვენ გახსოვთ, ეს ყველაფერი დაიწყო 2020 წელი იყო თუ არ ვსწრები, როდესაც ევროკავშირი აპირებდა დაახლოებით 70 მილიონი ევროიანი სესხის, თან სესხი იყო, სესხის გაჩერებას ქვეყნისთვის არჩევნებამდე 2 კვირით. ადრე მაშინ გახსოვთ დავასწარით და ჩვენ თვითონ თქვით უარი ამ სესხზე, მართლა გვჭირდებოდა არაფერში ეს სესხი, მაგრამ ეს ხო პირდაპირ გათვლილი საარჩევნო შედეგზე, ხო, უნდა დაეზიანებინა ჩვენი საარჩევნო შანსები და ამ სულისკვეთებით გრძელდება მოქმედება. ასევე გვახსოვს იგივე წინა არჩევნებზე ბატონი ელჩი პირდაპირ გამოვიდა და მოუწოდა ამორჩევლს მობილიზაციისკენ არჩევნების დღეს ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ და შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ხო, ასეთი პირდაპირ ჩარევის არაერთი შემთხვევა გვახსოვს. აქაც არის მცდელობა, რომ ამ საკითხის წინ წამოწევით ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში. ესეც ძალიან უარყოფითად აისახება ბუნებრივია ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე და რაც კიდევ ერთხელ გამიმერებს განსაკუთრებით ასანანია. ამით ხდება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის დისკრედიტირება,
არამედ მთლიანად ევროკავშირის დისკრედიტირებაც, რაც მართლა დასანანია. ბატონო ირაკლი, ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან მოგვისმენია ასევე ასეთი ფრაზა, რომ ნამდვილი ევროპა ჭირდება საქართველოს. ჩვენ შეიძლება თქვით, რომ დავზარალდეთ იმით, რომ აი ვიზებთან დაკავშირებით რაღაცა ტექნიკური პრობლემები შეექმნა საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოსთან გამწვავებით რა დაკარგავს ევროპა? საქართველოს ხელისუფლებასთან აი ასეთი ფორმით დაპირისპირებაში ყოფნით, რას დაკარგავს ევროპა? რეალურად ევროპას არავითარი ობიექტური ინტერესი არ აქვს, რომ იყოს ასეთ რეჟიმში ჩვენს ქვეყანასთან, ურთიერთობების ასეთ რეჟიმში. თუმცა სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში და ეს დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ, ყველაფერს აკეთებს ევროპული ბიუროკრატია იმისათვის, რომ დააზიანოს ევროპის ინტერესები. ყველაფერი გეთდება ამისთვის. განსაკუთრებით რაც ხდება ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროპაში, ხედავთ, რომ საერთოდ ვერ იცავს ევროპული ბიუროკრატია ევროპის და ევროპის საზოგადოების ობიექტურ ინტერესებს. აქაც იგივეა. რეალურად იმდენად დიდია იმ ძალის გავლენა ევროპაზე, რაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ რომის პარტიას, რომ ევროპული ბიუროკრატია არის იძულებული იმოქმედოს არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ რაღაც გარა ინტერესების კარნახით. და აქაც იგივესთან გვაქვს საქმე, ხო, ევროპისთვის საქართველო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხი, იგივე სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით და ასე დროს, როდესაც ჩვენ ვცდილობ იზოლირებას საქართველოსთან არ შედიხარ ჯანსაღ კომუნიკაციაში, პარტნიორობაში, თანამშრომლობაში, ხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება. ხო, ჩაიკეტა ყველაფერი პრაქტიკულად ევროპას აღმოსავლეთის მიმართულებით. და ასეთ პირობებში საქართველოს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით ევროპისთვის. ჩვენ ისედაც ყოველთვის ვაკავშირებდით ბუნებრივად ერთმანეთთან ევროპას და აზიას და ამ კუთხით ევროპისთვის საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაკეტოს ურთიერთობები საქართველოსთან, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ინტერესების კარნახით. და იგივე ხდება სხვა მიმართულებითაც. რეალურად დღეს ევროპას აქვს ეკონომიკური კუთხით სერიოზული პრობლემები. ხო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს, რა თქმა უნდა, ინერციით, კეთილდღეობის მაღალ დონეს, მაგრამ არის ევროპული ქვეყნები, მათ შორის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, იგივე გერმანია, სადაც ზედიზედ 2 წელი ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, -0.3%, -0.2% ეკონომიკური ვარდნა და მთლიანობაში რო გადავხედოთ ჩვენ ევროკავშირის ეკონომიკას, მთლიან შიდა პროდუქტს 2008 წელს ბრიტანეთის შათვლით იყო 19.3% დაახლოებით ევროკავშირის ეკონომიკა და დღეს არის ბრიტანეთის გარეშე 19.4%. ანუ ზრდა რო გამოვაკლოთ ბრიტანეთი იყო 3 ტრილიონი, რაც არის რეალურად ვინც ეკონომიკაში ერკვევა და მიდასტურებს, რომ რეალურად ნიშნავს სტაგნაციას, როცა მხოლოდ 3 ტრილიონით იზრდება შენი ეკონომიკა 16-დან 19-მდე ამდენი წლის განმავლობაში 2008 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, მანამდე შეგახსენებთ, რომ 6 წელიწადში ორჯერ გაიზარდა ევროკავშირის ეკონომიკა. და დღეს არის პრაქტიკულად სრული სტაგნაცია, უფრო მეტიც არაერთ ქვეყანაში არის ეკონომიკური რეცესია, ეკონომიკის ვარდნა, მაგრამ ევროპა საერთოდ ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს. ჩაიკეტა წვდომა იაფ რესურსებზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აქაც ვერანაირად ვერ დაიცვა თავი ევროპამ და დღეს ბევრად უფრო ძვირად უწევს რესურსების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. უამრავი მიმართულებით ინდუსტრიას აქვს პრობლემები, გერმანულ ავტოინდუსტრიას აქვს ეგზისტენციური პრობლემები და ხშირ შემთხვევაში ამ ინდუსტრიის გადაკაჩვა ხდება სრულიად სხვა კონტინენტზე და ასე შემდეგ. ხო, უამრავი პრობლემა, როგორც ვერ იცავს იქ ევროპული ბიუროკრატია, ევროპის ინტერესებს, ზუსტად იგივე სურათი გვაქვს საქართველოსთან მიმართებით. ობიექტურად ევროკავშირს ვერავითარი ინტერესი ვერ ექნება, რომ ასეთ ურთიერთობის რეჟიმში იყოს ჩვენს ქვეყანასთან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპის ინტერესების კარნახით, არამედ გარე ინტერესების კარნახით. ამერიკასთან რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, თქვენ არაერთხელ თქვით, რომ შედარებით მდგომარეობა დასტაბილურდა, ხო, აღარ მოდის ის ყოველდღიური განცხადებები, მაგრამ გუშინ ვიხილეთ ჩვენ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის
დადო ასეთი მონაცემები, რომ ნაციონალური მოძრაობა 360,000 დოლარი გადარიცხა იმისთვის, რომ ლობისტი ყოლოდა იქ. თავის მხრივ მე ვნახეთ, რომ ისეთი კონგრესმენები ფინანსდებოდნენ იქიდან, საიდანაც ხდება ხოლმე საქართველოს მისამართით განცხადებების გაკეთება. ნაციონალური მოძრაობას ამაზე აქვს პასუხი, რომ ოცნებამაც დაიქირავოს ასეთი ლობისტებიო, რომ ასე ცუდად არ კონდეს საქმეო. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? ერთი რასაც ვიტყვი, ეს რა თქმა უნდა ლობიზმი ერთი საქმეა, ეს არის ლეგალიზებული ქრთამი, ხო, სინამდვილეში და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებენ ამ ქრთამს, მათ შორის ნაცმოძრაობისგან, მანამდეც ხდებოდა ასეთი რაღაცეები, ტელეკომპანია ფორმულა და ამ შემდეგ. მოკლედ ეს ქრთამის მიცემა არის ჩვეულებრივი ამბავი სამწუხაროდ და ეს არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა. მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი, რეალურად ამ ლობიზმით ხდება იმის შეფუთვა, რასაც ქვია სინამდვილეში აგენტურული საქმიანობა. ვისაც აზრებენ ფულს იქ და ვინც იხდის აქედან ფულს, ორივე არის სინამდვილეში ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ნუ რომ ახსენოთ კონკრეტული კონგრესმენები, აქეთ კონკრეტული პოლიტიკოსები, ყველა რეალურად ექვემდებარება მართვას ერთი კონკრეტული ცენტრიდან. ლობიზმიც არის ერთგვარი შეფუთვა ამისათვის, თუმცა ძალიან კარგია რომ ამის ლუსტრაციაც გახდა შესაძლებელი კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ფარას კანონის მიხედვით გამოქვეყნდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთია ეს დინებები და deep state-ის გავლენის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ერთგვარ ფრთხილ ოპტიმიზმს კვლავაც გამოხატავთ, რომ არსებითად გადაიხედება ურთიერთობები საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. პირველი ჟესტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ მივიღეთ, როდესაც რეალურად გადააყენეს საქართველოში ამერიკის ელჩი თანამდებობიდან და იმავე დღეს მოგვცეს თანხმობა დადგენილი დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად საქართველოს ელჩის დანიშნვას. ეს მოხდა ზუსტად ერთ დღეს დემონსტრაციულად, რაც იყო პირველი ჟესტი. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება პროცესები და ჩვენი სურვილია ეს არაერთხელ გვითქვამს, გაცხადებული სურვილი, რომ გადაიდვირთოს თვისებრივად ურთიერთობები, განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც უკავშირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და დავადგინოთ კონკრეტული გზამკვლევი, ერთობლივი შეთანხმებით, სადაც აისახება სარგებელი ორივე მხარესთვის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე საქართველოსთვის. ანუ ჩვენ მაქსიმუმზე ვაკეთებთ განაცხადს, თავარია რომ მივიღოთ შემოხვედრი ნაბიჯები. ველოდებით ახალი ელჩის წარდგენას ხო საქართველოში. თუ აქვს ამერიკის ადმინისტრაციას რაიმე კომუნიკაცია, თუ ვიცით ვინ შეიძლება იყოს ამაზე თუ არის რაიმე ურთიერთობა უკვე. ჯერჯერობით რამდენად ჩვენ ვიცით, კანდიდატურა არ არის შერჩეული. ნუ სტანდარტულად ჭირდება ხოლმე ამ პროცედურას დაახლოებით 9 წელიწადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო მალე წარიმართება ეს პროცესი საქართველოს შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეჩქარება ურთიერთობების გაჯანსაღება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე საბოლოოდ ელჩის დანიშნვასთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, ასევე მინდა გკითხოთ იმ კანონთან დაკავშირებით, რომლის გამოც არ წყდება ხო, იგივე ევროპიდან ადგილობრივი არასამთავრობო ოპოზიცია გაკრიტიკებთ მუდმივად გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, შემდეგ უკვე ეს ფარას მიღებული კანონი. გასაგებია, რომ თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ ფინანსდებოდნენ გარე ძალებისგან აქ მოქმედი არასამთავრობოები და ქმნიდნენ არეულობას, ხო? მიიღო ამ ქვეყანამ უკვე რაიმე სარგებელი და აღკვეთილია თუ არა ეს თქვათ ის შავი ფული, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, რომ არეულობისთვის შემოდიოდა და თუ შეგიძლიათ კონკრეტულად ვირა თანხებს იღებდა იმისთვის, რომ არეულობა მოეწყოთ ქვეყანაში, ამაზე ღიად ისაუბროთ მაშინ. ნუ რეალურად ჩვენ პირველ რიგში გვაქვს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში, კონკრეტული ფონდები გამოიყენებოდა რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და შემდეგ განსახორციელებლად. ეს ხო ძირითადად ორი ფონდი, თუმცა არა მარტო USAID და NEDI. გარდა ამისა იყო ასევე სხვა წყაროები, მაგალითად სხვა წყაროებით ფინანსდებოდა იგივე ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, ეს რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები ჩვენს ქვეყანაში, რომელთა მიზანი პირდაპირ რევოლუციურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა იყო. ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა ამ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იყო საქართველოს რევოლუციური პროცესების წასახალისებლად და ეს ფაქტი იყო, ხო, რაც საზოგადოების
თვალწინ მოხდა, ყველა ვაკვირდებოდით, როგორ გამოიყენებოდა ზუსტად ეს ფონდები და შესაბამისი დაფინანსება საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მიმართულებით არის სხვაგვარად საქმე, აქ არ ყოფილა არავითარი აღიარება და პირიქით კონკრეტულმა ძალამ, გლობალურმა ომის პარტიამ, Deep State-მა სცადა, რომ ამერიკიდან აქცენტი გადმოეტანა სწორედ ევროპაზე და დღეს არის მაგალითად ევროპული ფონდი EID, არის კონკრეტული სახელმწიფოების ფონდები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში კვლავაც გრძელდება ამ პროცესების წახალისება. ჯერ კიდევ შემოდის, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ერთ-ერთი მაგალითი თქვენ ნახეთ, გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ბრიტანეთის საელჩომ წარმოადგინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავდა საქართველოში ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას, ხო, რომლებიც პირდაპირ რადიკალიზაციას ახორციელებენ ღიად, აბსოლუტურად ღიად ჩვენს ქვეყანაში. ახალი კანონის საფუძველზე ჩვენგან ითქვა უარი ამ ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. ხო, თუმცა თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო კონკრეტული ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას. ანუ რეალურად სერიოზულად ამოქმედა ეს შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა მეტი სიმშვიდეა. იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდა ჩვენი ქვეყანა და ამის შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება. ამიტომ ეს კანონები მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ სრული მასშტაბით არის ასამოქმედებელი სამივე კანონი, გრანტების კანონი, იქაც იქნება ზომები მიღებული კანონის საფუძველზე დაჯარიმება. ანუ თავარი ზომა, რასაც ითვალისწინებს ახალი კანონმდებლობა, ეს არის ჯარიმები. ჯარიმები და ჯარიმები, ანუ არავითარი. თუმცა არის ჩვენ დავაკვირდით ასევე ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, სადაც უამრავი ტყუილი ითქვა, რომ თითქოს ეს არ არის ასლი. დაადონ რომელიმე წინადადებას თითი, რომელიც არ არის დაკოპირებული ამერიკული კანონიდან. ვერ ამბობენ, მაგრამ იტყუებიან. EUTHO-შიც გამოდიოდა ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი და თქვა, რომ აი თქვენ აცხადებთ, რომ ეს ამერიკული სასლია, მაგრამ ეს ასე არ არისო. დაადოს თითი რომელიმე წინადადებას, რომელიც არ არის პირდაპირ გადმოწერილი ამერიკულიდან. და რაიმე კორექტივი, ერთსიტყვიანი კორექტივი გვაჩვენოს, ხო? ვერ ამბობენ, მაგრამ იტყუებიან. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე, ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იგადრონ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს კანონმდებლობა მოქმედებს, კიდევ უფრო მკაფიოდ ამოქმედება და შედეგები უკვე ჩანს. თავარი შედეგი არის ის, რომ დღეს ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, ამ მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ, დღეს პრაქტიკულად მუდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი, ხო, იკრებება ყოველ დღე 50-დან 100 კაცამდე და ნუ ეს არის და ეს, ხო, ანუ პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტირებას ახდენენ ეს ადამიანები. ბატონო ერეკლე, EUTHO ახსენეთ და ხო არ აპირებთ გადაწყვეტილების შეცვლას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ხო არ იქნებიან მოწვეულები? ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში ველოდებით EUTHO ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად შევლობას EUTHO ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით. ასევე გახარიასთან დაკავშირებით თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ როდესაც გუნდს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაეშვათ გახარია, დაირეკა უცხოეთიდან. აქედან გამომდინარე, მე მინდა კითხოთ, სალომე ზურაბიშვილზე, როდესაც თავის დროზე თქვენმა გუნდმა დაუჭირა მხარი. ესეც ხომ არ იყო უცხოეთიდან შემოთავაზება? არა, ნამდვილად არ იყო ასე. 2018 წელს მაშინ გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. თავიდან, პრინციპში დამოუკიდებლად მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. 2019 წელს მას ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი, Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა. როგორც ერთი, ისე მეორე ოჯახის წევრის და მის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ პროცესები დაიწყო 2019 წლიდან. მე 2020 წელს იყო COVID-ი, ამიტომ მისი ჩართულობის ისეთი საჭიროება როგორც ჩანს არ იდგა და იქაც პასიურ რეჟიმში იყო სალომე ზურაბიშვილი და ინარჩუნებდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯს. თუმცა 2021 წლიდან, როცა დაიწყო ეს ცნობილი ეგრეთ წოდებული მიშელის მოლაპარაკებები, შემდეგ შეთანხმება და შემდეგ ყველას გახსოვთ ეს პროცესები, მაშინ უკვე შეცვალა თავიდან ბოლომდე საკუთარი დამოუკიდებლობა პირდაპირ
გაყვა დირექტივებს, რომელიც მოდიოდა Deep State-ის მხრიდან, გლობალური ომის პარტიის მხრიდან. და ეს კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა 2022 წელს, პირდაპირ ჩაერთო ომის, ასე ვთქვათ, რიტორიკაში სალომე ზურაბიშვილი, ისიც მხარს უჭერდა მათ შორის კულუარული შეხვედრები, როცა იმართებოდა, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას და ეს შემდეგ ამ ყველაფრის ღია მხარდამჭერი იყო ქალბატონი. თუმცა თავის დროზე ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა, ხო, ქართულ ოცნებას თავისი გაკეთებული განცხადებებით და განმარტებების გაკეთება გიწევდათ, ხო? მე მასთან მქონდა საშუალება რომ კითხვა დამესვა, რომ ომის დაწყებასთან დაკავშირებით და მან უარყო, რომ ასეთი ფრაზა მას არასოდეს არ გაუკეთებია, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, რომ ჩვენ დავბომბეთ საქართველოს მოსახლეობა. როდესაც აი ასეთ განცხადებებს აკეთებდა, რატომ დაუჭირეთ მხარი მაშინ? ნუ რეალურად ჩვენ განცხადება ჰქონდა უკვე გაკეთებული და არჩევნებამდე იყო დარჩენილი დაახლოებით 1 თვე, როდესაც გამოიკვეთა, რომ მის იმიჯს ექნებოდა სერიოზული პრობლემა. სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მისი განცხადებების გამო, ამიტომ იქ უკვე რეალურად ძალიან რთული იყო კანდიდატურის შეცვლა. ანუ მის მაგივრად სხვა კანდიდატისთვის ხარის დაჯერა და ბუნებრივია, ასე ვერ მოიქცეოდით წინააღმდეგ შემთხვევაში უარი რომ გვეთქვა სალომე ზურაბიშვილის ხარდაჯერაზე პირდაპირ შეიძლება ნაცმოძრაობის შეიძლება კი არ ასე მოხდებოდა, ვაშაძე გახდებოდა პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ამას ვერ დაუშვებდით, თუმცა დაგვიანებული იყო. ანუ როდესაც მან დაიწყო ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გეთება, უკვე იყო სამწუხაროდ გვიან. და ასევე თქვენ რომ პრაქტიკულად გუნდი გაიწმინდა იმ ადამიანებისგან, ვინც გარედან იღებდა დავალებებს. ეს მარტო გახარიას გუნდს ეხება ბატონო ირაკლი თუ თქვენ როდესაც მოხვედით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, გუნდში იყვნენ ასეთი ადამიანები და თქვენ მოგიწიათ მე გუნდიდან გაშვება. ნუ ჩვენ ვიგულისხმეთ პირველ რიგში რა თქმა უნდა გახარია, არა მარტო გახარიას და არისებობდა, როდესაც 2019 წელს საპარლამენტო გუნდი გაიწმინდა. რაც ხა ბოლოდროინდელ მოვლენებს სხვადასხვა მიზეზის გამო იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტულმა მინისტრებმა დატოვეს საკუთარი პოზიცია და ეს შემდეგ ეს უფრო მეტად უკავშირდებოდა მართვის სისტემის გაძლიერებას. ეს ხო მთავარი მიზეზი. რაც შეეხება აგენტურას, ეს ძირითადად უკავშირდებოდა 2019 წლის მოვლენებს და შემდეგ 2021 წლის მოვლენებს, ასე დაკავშირებული იყო პირველ რიგში გახარიას გადადგომასთან. და ასევე მინდა კითხოთ, ბოლო დროს მოხდა ყოფილი თანამდებობის პირის დაკავება, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაკავება და ამაზე როდესაც პარლამენტში იყო ბატონი ანრიო ხანაშვილი, მან თქვა, რომ კითხვები გაჩნდა, რატომ გამოეპარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს ამბავი, ან ცალკე კვლევის თემა არისო. ანუ შესაძლებელია, მე მესმის, რომ თქვენ პირდაპირ გამოძიებაში ესე ვერ ისაუბრეთ, მაგრამ ეს ხდებოდა, მხოლოდ ერთ პირის იქითაც ხდებოდა რაღაცები, რომელიც შესაძლებელია გაიგოს საზოგადოებამ და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ანუ ეს გამოძიების საგანია, გამიჭირდება ამაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება. მთავარია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპული კორუფციის მიმართ. სადმე არის ეჭვი კორუფციასთან მიმართებით, სახელმწიფო უნდა დაიჭიროს ძალიან პრინციპული პოზიცია, იმიტომ რომ კორუფცია რეალურად ჭამს სახელმწიფოს და პრინციპულად უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად უკომპრომისოები და შეურიგებლები კორუფციის მიმართ, ეს შემიძლია თქვა. დანარჩენი რაც შეეხება მორდულ ფაქტებს, ეს არის გამოძიების საქმე. და ასევე მით უმეტეს რომ მაჭარის ტელევიზიის ეთერში ვართ რიჟვაძის თემასთან დაკავშირებით, თქვენ 2 დღის წინაც გააკეთეთ ამაზე მოკლე განცხადება, მაგრამ არაფრით არ შემიძლია რომ არ გკითხოთ, ვინაიდან იმ წერილში თქვენც მოგმართავდათ და ბიძინა ივანიშვილსაც რომ ოჯახი დაგეცვათ თუ ფატალურად დასრულდებოდა ეს ამბავი, რა შეუძლია თქვას ირაკლი კობახიძეს. ოპოზიცია ხელს იშორს ხელისუფლებას, რომ მასზე ხელისუფლება ახორციელებდა ზეწოლას. თქვენი განცხადებებიც პრინციპში ცნობილი არის, რომ ეს იყო მათი მხრიდან ცილის წამება. რა შეგიძლიათ დამატებით უთხრათ საზოგადოებას ამ ამბავს? ნუ რეალურად ვისი მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა თორნიკე რიჟვაძეზე, ეს თავს ხელის კოლზე, ხო? იყო კონკრეტული ხაზები, პიარული ხაზები, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა დევი პირველი, განსაკუთრებით ნოდრმელაძის გადაცემა და არაერთხელ აღვნიშნე თუ საიდან იღებდა დამატებით დაფინანსებას ეს კონკრეტული ადამიანი და შესაბამისად მისი თუმცა უარყოფითად რომ ეს თავდასხმა არის მათი მხრიდან ჩემი მისაღებად. თუმცა ფაქტია, ხო? ნუ კიდევ ერთხელ გამიმერებ, რაც შეხება მელაძეს, მას არ აქვს პოლიტიკური კუთვნილება
აქაც იყო სპეკულაციები, რომ რაც ოცნება უხდიდა თითქოს ნაც, ასე ვთქვათ, ფულს. სინამდვილეში არც ის, ვინც უხდიდა ფულს და არც ის, ვინც იყო მიმღები, არ გამოირჩევა პარტიული კუთვნილებით. როცა ადამიანი არის კორუმპირებული და ფულზე გაყიდული, მას არ აქვს არავითარი პარტიული კუთვნილება. აქაც რა დავალებასაც იღებდა, ფულიდან გამომდინარე, დავალებას ასრულებდა. შესაბამისად, ხელის გულზე დევს ის თუ ვის ინტერესებში შედიოდა ზეწოლა თორნიკე რიშვაძეზე. იყო გარდა ამისა კონკრეტული სხვა ადამიანი, რომელიც აქვეყნებდა ბრალდებებს თორნიკე რიშვაძის წინააღმდეგ, მათ შორის წერილში რაც იყო ნახსენები კონკრეტული ადამიანის, ასე ვთქვათ, ჩანაწერს უკავშირდება, Facebook პოსტს უკავშირდება და ეს კონკრეტული ადამიანიც იგივე წყაროდან ფინანსდება ჩვენი სარწმუნო ინფორმაციით, რა წყაროებიდანაც ფინანსდება გოთარ და ასევე ლევან ხაბეიშვილი. საკითხი დადგეს, ეს გამოძიება შეიძლება დაადგინოს, თავად იმედია რომ თვითონ თორნიკეც შეძლებს ამასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ ამის ინტერესი იქნება ალბათ გამოძიება უნდა შეეკითხოს თორნიკესაც საინტერესო იქნება რა თქმა უნდა მისი ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ხელის გულზე დევს ის თუ ვის ინტერესებში შედიოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიშვაძეზე, ეს პირდაპირ საჯარო წარმოებდა საზოგადოების თვალწინ. ბატონო რეკლე, ასევე ისმის ასეთი განცხადება თქვენი ოპონენტების მხრიდან, რომ თქვენს გუნდში არის დაპირისპირება, რომელიც არის ჩაკეტილი, ასე ვთქვათ და რა შეგიძლიათ, რა დაპირისპირება შეიძლება იყოს თქვენს გუნდში, რა სუპასუხებთ? მოით გავყვეთ, არის საპარლამენტო გუნდი, რომელიც არის ერთიანი როგორც არასდროს, არის სამთავრობო გუნდი, სადაც ბევრი ცვლილება განხორციელდა და დღევანდელი სამთავრობო გუნდი არის ერთიანი და ჯანსაღი როგორც არასდროს, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის კორუფციისგან, სისუფთავის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ხო? და ნუ კიდე რა არის ძალოვანი სტრუქტურები, აქაც ძალოვანი სტრუქტურები არის ერთიანი, ძლიერი, კონსოლიდირებული როგორც არასდროს. ეს არის დღევანდელი რეალობა. შეგვიძლიათ გავყვეთ თითოეულ სახელს და გვარს, თითოეულ ორგანოს, თითოეულ სუბიექტს. გუნდი არის ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს. ამ გუნდს ყავს ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე და ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, შეკრული ერთ საერთო იდეის გარშემო და იმ პრინციპების გარშემო, რომლებიც საფუძვლად დაუდო ბიძინა ივანიშვილმა პარტიის დაფუძნების მომენტიდან. შესაბამისად, ყველა ხედავს, რომ გუნდი არის ძლიერი და უფრო მეტიც ეს ყველაფერი აისახება საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ერთი პოლიტიკური კუთხით, ოპოზიცია რო არის მთლიანად დაშლილი, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი გამოხატულება. ის რომ ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტოდ, განსაკუთრებით გასული 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე გავედით ჩვენ ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა, ხო? ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით $4,300 2020 წელს და ახლა $9,000 კარგად გადააჭარბა, ხო? 4 წლიანი შედეგია ეს ყველაფერი და $10,000 გადავსდებით პირველად ამ წლის ბოლოს პირველად ისტორიაში, ხო? ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ეკონომიკა, ვითარდება ყველა დარგი, ყველა მიმართულება, ძალიან ამბიციური რეფორმები გვაქვს დაგეგმილი. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ პოლიტიკური კუთხით ოპოზიცია პრაქტიკულად ჩამოშალეთ, ეს რადიკალური ფრთა. ძალიან ძლიერია გუნდი ყველა მიმართულებით და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მთავარია, ეფექტურად ზრუნავთ ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. ეს არის შედეგები, ნუ დანარჩენი ხარ. გასაგებია. ბატონო, არჩევნებზე უნდა კითხოთ, მაგრამ მანამდე მინდა კითხოთ აი ამ აქციებზე დაკავებული ადამიანების საკითხი. მე მესმის, რომ არავის არ უნდა ახალგაზრდა ადამიანის წესით არავის არ უნდა უნოდეს, რომ ციხეში იყოს და არავის არ უნდა ქონდეს ამაზე ხო სიამოვნება და თქვენიც განაც არ მეგულება არც ერთი ხელისუფლება, ვისაც მოსწონს ხო რომ ახალგაზრდებს აკავებენ. რა შეიძლება რომ საბოლოო ჯამში დადგეს? შეიძლება ხელისუფლებამ რაღაცა გადახედოს, რომ ეს ადამიანები ვადაზე ადრიან რაღაცა ფორმით გათავისუფლდნენ. ნუ რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის არც ერთი ადამიანის დაკავება, მეთუმეტეს თუ ახალგაზრდა ადამიანი და ეს შემდეგ, ხო ეს ამას ყველა ვთანხმდებით, ცალსახად ასეა. მაგრამ მე გეტყვით რა არის მთავარი პრობლემა. თქვენ გახსოვთ 2023 წელს იყო უმძიმესი პროცესები, რევოლუციის მცდელობა, ამის გადაწვეს თბილისი, ცენტრალური ბუნებაში რა ხდებოდა გახსოვთ და მხოლოდ ერთი ადამიანი იყო მაშინ დაკავებული და ისიც შეწყალებით გაათავისუფლა სალომე ზურაბიშვილმა. შედეგად მივიღეთ რა, რომ გაჩნდა დაუსჯელობის განცდა.
და ზუსტად იგივე გამეორდა ზუსტად 1 წლის თავზე 2024 წლის გაზაფხულზე. იქ დაბადებული იყო, მე მგონი 6 ადამიანი, იქიდანაც ერთი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, დანარჩენზე მიმდინარეობდა გამოძიება, 6 ადამიანი. ამანაც კიდევ ერთხელ გააჩინა დაუშალობის განცდა, ამიტომ ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში მივიღეთ კიდევ ერთი მცდელობა. როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ შეგვიძლია ქალაქი გადაწვა, პარლამენტს ცეცხლი წაუგიდეო, პოლიციას აგინო, აფურთხო, ქვები ესროლო, თვალიშინი დააგარგინო და შემდეგ და შედეგს იღებ ნულს, რა თქმა უნდა ეს ახალისებს დანაშაულს, ხო? მარტივი ასე ვთქვათ ლოგიკა დანაშაული არ იშება და ხდება მისი წახალისება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ იქნება მუდმივად რაღაცა პასიურ რეჟიმში და აუცილებელია რეაგირება ჩადენილ დანაშაულებზე. და შესაბამისად მართალია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ 30 დაახლოებით 30 ადამიანის დაკავება პირველ რიგში სწორედ პრევენციული მიზნებისთვის. რეპრესიები არავის არ ჭირდება ამ ქვეყანაში, მაგრამ პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამართალი აღსრულებულიყო. თამე შეგახსენებთ თუ რამდენად მაღალი სტანდარტია, ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, ხო? რეგულარულად 500 კაცი მაინც ძალადობდა ყოველდღიურ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში ჯამში იქნებოდა 1000-მდე ადამიანი უშუალოდ ძალადობაში ჩართული. და დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი. 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში, თუ არ იყო უტყუარი მტკიცებულებები, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი ადამიანი, თუ არ იყო იდენტიფიცირებადი კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება, ამ შემთხვევაში არ ხდებოდა ადამიანის დაკავება და ამის შედეგია, რომ 1000-დან 30 ადამიანია დაახლოებით დაკავებული. ხო 3%-იან მაჩვენებელზე გვაქვს რეალურად საუბარი, როდესაც 1000-მდე ადამიანი ძალადობდა. სტანდარტი არის მაღალი და ამ სტანდარტის შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი პროცესები, მაგრამ დაუშალობის განცდა ჩვენ ვერ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანაში. და ასევე მზიამაღლობელთან დაკავშირებით უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მეტისმეტად კაცრია ის მუხლი, რომელიც წარდგენილი აქვს მზიამაღლობას. ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა ამ ადამიანმა დანაშაული და მე ვიმსჯელოთ კვალიფიკაციაზე. ამას აღიარებენ თუ არა, ამაზეც არ მომისმენია მათი, ასე ვთქვათ, აღიარება. პირველ რიგში ყველამ უნდა აღიაროს, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი. დანაშაულის კვალიფიკაციას იძლევა, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურა, სასამართლო, მაგრამ როდესაც ვიღაც გამოდის და პოლიტიკურ ბრალდებას გვიყენებს, მაშინ ისიც უნდა დაამტკიცოს, რომ იქ დანაშაული არ იყო ჩადენილი. და ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რაც წერია სისხლისამართლის კოდექსში, რომ როდესაც ვიღაც ასეთ ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციას, ეს არის ცალსახად, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით სისხლისამართლის დანაშაულის შესაბამისი ქმედება, ხო? ეს უნდა აღიაროს ყველამ. ამას თუ არ აღიარებენ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისმის პოლიტიკური ბრალდებები. აქაც იყო დაკვეთა. მე არ გულისხმობ კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, მაგრამ დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკლინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. და სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ, ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროს, ხო, ერთ-ერთი მთავრობის ქალაქის პოლიციის უფროს, ხო, ეს რა თქმა უნდა მიზანმიმართული ქმედებები იყო, ეს ყველაფერი ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რაც აქვს გლობალურ ომის პარტიას ჩვენს ქვეყანაში, არის სწორედ ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება, იმიტომ რომ ყველა მარტივი რამე იცის, როგორც კი დასუსტება პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, მაშინვე სახელმწიფო არის უკვე მოშლილი. ამიტომ აკეთებდა გახარია იმას, რაც აკეთებდა, იქაც დავალებით, ხო, რას აკეთებდა? აიყვანა ბანკში პოლიციელები და გაალახინა პრაქტიკულად ადგილობრივ მოსახლეობას, ქვებს ესროდნენ და მოუწიათ უკან წამოსვლა, ხო? იქ რის შედეგი იყო ეს ყველაფერი? კონკრეტული დავალების, რომელიც შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა. იგივე ბასიანის შემთხვევა გახსოვთ, როცა პოლიციელების მაგივრად ბოდიში მოიხადა მაშინდელმა მინისტრმა გახარიამ, ვინ ეკითხებოდა პოლიციელების მაგივრად მას ბოდიშის მოხდას და შემდეგ აღარ გავყვები ამ ყველაფერს, ხო? 20 ივნისს რაც გააკეთა, პირდაპირ მიზანი იყო პოლიციის დისკრედიტაცია, ხო, როდესაც საქმე მიიყვანა რეზინის ტყვეების სროლამდე და ამან მძიმე შედეგი დააყენა, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის ერთი ხაზით მართული. პოლიცია უნდა იყოს დაკნინებული, ამის უფლებას, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ მივცემთ. შესაბამისად, ჯერ პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, იყო თუ არა
პირველ რიგში ამორალური ქმედება ჩადენილი კვალიფიკაციას აძლევს სასამართლო. ეს ერთი. რაც შეეხება სასჯელს, ჯერ სასჯელიც არ არის დამდგარი, როცა ამაზე მიდის საუბარი, არის კონკრეტული მუხლით აღძრული საქმე, საბოლოო ჯამში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სასჯელთან დაკავშირებით. ჯერ დაელოდონ საერთოდ სასჯელს. ვინ ეკითხებათ მათ ამ კვალიფიკაციის განხილვას, ხო? ჯერ აღიარონ, რომ ძალიან მძიმე ქმედება იქნა ჩადენილი, გმირად რო გვიცხადებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროს გაარტყა ხელი. ეს სამარცხვინო ხო არის, რა თქმა უნდა, ეს სამარცხვინო ქმედება. იმიტომ ჯერ აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენს. გასაგებია. და ასევე მინდა კითხოთ, უკვე ცნობილი გახდა, რომ ლელო გახარია გირჩი და ანადოლიძეც შეემატება დიდი ალბათობით აი ამ არჩევნებს. თქვენ საპარლამენტო არჩევნებში იქ სხვა სპეციფიკაა, მაგრამ ამბობდით დაახლოებით პროცენტს, რასაც მიიღებდა ქართული ოცნება. ამ შემთხვევაში მესმის რომ ესე თვითმმართველ ქალაქებში უნდა დაითვალონ, მაგრამ საერთო ჯამში რა პროცენტს ელოდება ქართული ოცნება? ჩვენ ველოდებით იმაზე მაღალ პროცენტს ვიდრე გქონდა წინ არჩევნებზე, გაიზარდა რეიტინგი. მაშინ ქვეყანაში, უშუალოდ ქვეყანაში ავიღეთ 54.9% და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უკვე დღევანდელი მოცემულობით 2%-ით მეტის აღება მინიმუმ შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გასტა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციაც, ორი პარტია იქნება 4 თუ 8 და ამ შემდეგ ეს კონფიგურაციაც ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი 64 მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი კონფიგურაციით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო შედეგიც, საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თამამთქმის საშუალებას. ლელო და გახარიას პარტიების კოორდინაცია ამ არჩევნებზე რას ელოდებით, რამდენად გააძლიერებს მათ? აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადალაგდება შესაძლებლად და გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება, ხო, ჯამი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, 4-ვე რო გაერთიანდეს, 2 რო გაერთიანდეს, 1 რო დარჩეს, არც 1 რო არ დარჩეს, ასეც და ისეც არიან ტოტალური მარცხისთვის განწირული, არავითარი შანსი არ აქვს. როცა მართლ პარტიას აქვს ამხელა რეიტინგი 55%-ს ვართ კარგად გადაცილებული ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც ერთი კონფიგურაცია მათ არ უშველით. მადლობა ბატონო ირაკლი ამ შესაძლებლობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძეს უსმენდით თქვენ, ეს იყო ამ სეზონის ბოლოს სატელევიზიო ეთერი, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე სექტემბერში, ნახვამდის.